ეს ომი რაღაცა თვალსაზრისით არის უნიკალური და რას გულისხმობ. პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ღიად დეკლარირებული მიზანი და რეალური მიზნები ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის, 91 წლიდან, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და ბიპოლარული სამყარო აღმოჩნდა მონოპოლარულ ვითარებაში და მისი უპირობო ჰეგემონი შეერთებული შტატები, შეერთებულ შტატებს დაეკისრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და ის ღიად ამას ყოველთვის დეკლარირებულად აცხადებდა, რომ ამერიკა არის საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების უპირობო გარანტორი და ექსპორტორი. მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იქ ახლა ვინც სპეციალისტია და ერკვევა, რომ სახელმწიფოები მარტო რაღაც დეკლარირებული მიმებით არ მოქმედებენ და ხშირად ლოზუნგის უკან გარკვეული ცივსისხლიანი პრაგმატული ან რაციონალური ინტერესებიც არსებობს, ამ ყველაფრის მიუხედავად ამერიკა თავის მოქმედებებში ყოველთვის დეკლარირებულად აცხადებდა, რომ სამხედრო გადაწყვეტილება იქნებოდა ეს თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია ეს ღირებულებები, რაც ჩამოვთვალე. საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო გაეროს წესდება, საზღვრების ურღვევობა, არაპროვოცირებული ომის არავითარ შემთხვევაში დაწყება და ასე შემდეგ, დემოკრატიის გავრცელება და შემდეგ. მათ შორის რომ გავიხსენოთ იუგოსლავიის кейსი, იქაც ამერიკა მოქმედებდა გარკვეული თვალსაზრისით ამ ჰუმანიტარული დროშის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პრაგმატულად სხვა რაღაცა ამოცანები ქონოდა, გეოსტრატეგიული ამოცანები ქონოდა. რომ გავიხსენოთ 2001 წლის შეჭრა შეერთებული შტატების ავღანეთში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო დასახელებული ავღანეთის დემოკრატიზაცია და ვესტერნიზაცია. და შეიძლება ითქვას 20 წელი დახარჯა ამერიკამ აი ამ მიზნის მისაღწევად, რომელიც საბოლოოდ როგორც საბჭოთა კავშირმა ვერ შეასრულა. კრახი განიცადა. კრახა განიცადა, კი ბატონო. თუნდაც რომ გავიხსენოთ 2003 წლის ერაყის გათავისუფლების ოპერაცია. დიქტატორი სადამ ხუსეინისგან უნდა გაეთავისუფლებინათ ერაყელი საზოგადოება და იქ დასავლური ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო უნდა აშენებულიყო, რომელიც ასევე ვერ შესრულდა და საბოლოო ჯამში საერთოდ ირანის პროქსი ძალებმა სერიოზული გავლენები მოიპოვეს ამ ქვეყანაში. ანუ ტრამპი არის შეიძლება ითქვას პირველი პრეზიდენტი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს არანაირი საერთაშორისო სამართალი, ჩვენ არ გვაინტერესებს დემოკრატიის გავრცელება, ჩვენ არ გვაინტერესებს რაღაცა ომის წესები, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვიწრო ნაციონალური ინტერესები, ჩვენ გაწერილი გვაქვს მათ შორის კონტინენტების და მიხედვით, სად რა პრიორიტეტები გვაქვს და იმის და მიხედვით ვიმოქმედებთ, რაც ჩვენ გვჭირდება. რამოდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების ომის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბატონმა პიტ ჰექსეტმა აი პირდაპირ განაცხადა შემდეგი რამ, აი ციტირებ. მან აღნიშნა, რომ ჩვენ ირანში არ ვაპირებთო სულელური წესების, აი სჩუფით ტექსტი თქვა გამოიყენა, სულელური წესების, დემოკრატიის და რაღაცა ჩვენი ღირებულებების დამკვიდრებას. ჩვენი ამოცანა არის, რომ უბრალოდ სამხედრო სამიზნეების განადგურება, ცოტა უხეშად თქვა ესეც, ანუ ის განადგურება სხვანაირად უცენზუროდ გამოიყენა სიტყვა. ანუ რას ნიშნავს ახლა ეს? ეს ნიშნავს შემდეგ რაღაცას. ამერიკა როგორც სოფლიო შერიფი, სოფლიო კეთილი ბიძია, რომელიც უზრუნველყოფდა საერთაშორისო მასშტაბით თამაშის წესებს, ეგ ამერიკა ყოველ შემთხვევაში სანამ ტრამპია ძალაუფლებაში აღარ არსებობს. თუნდაც რომ გავიხსენოთ ვენესუელას кейსი, იქაც დაახლოებით იგივე კონტურები ჩანს, ხო? თავიდან გამოაცხადეს ნიკოლას მადურო როგორც დიქტატორი და მართლაც ახლა დიქტატორი იყო, აბა რა იყო. თუმცა მე თუ აქამდე გვესმოდა ხოლმე რომ დიქტატორი უნდა შეიცვალოს და დემოკრატი მართველი უნდა მოვიდეს, ეგეთი ოპოზიციონერი ქალბატონია მარია მაჩადო, რომელიც წლების განმავლობაში რეპრესირებულია და ევროპის ტერიტორიაზე იყო როგორც პოლიტდევნილი. ეს ქალბატონი კი არ დააბრუნეს უკან. ანუ უბრალოდ მოიტაცეს მადურო და მისი მარჯვენა ხელი, ვიცე-პრეზიდენტი ქალბატონი
დელსი როდრიგესი დატოვეს ძალაუფლებაში, მთელი ვერტიკალი დატოვეს ძალაუფლებაში და უბრალოდ მოელაპარაკნენ ეკონომიკურ საკითხებზე. ანუ ამერიკული კერძო კომპანიები შევლენ ვენესუელაში და შეძლებენ ვენესუელის ნავთობის ექსპლუატაციას, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებენ. აი მაყურებლისთვის ცოტა გასაგები რომ იყოს, აი ბიძინა ივანიშვილი რომ გამოაცხადოთ დიქტატორად, მე რომ მოიტაცონ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი კი არა, ირაკლი კარგად იყოს ღარიბაშვილი. ირაკლი კობახიძე დატოვონ ძალაუფლებაში და მთელი ქართული ოცნების ვერტიკალი დატოვონ და რაღაცეებზე მოილაპარაკონ. აი ეს არის რეალურად, რასაც ტრამპი აკეთებს. ნუ რამდენად ეს ამერიკის იმის ურტყავს, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში რას გამოიწვევს, ჩვენ შეგვიძლია ამაზეც ვისაუბროთ, თუ კითხვა ამის საშუალებას მოგცემს, მაგრამ თავარი დეკლარირებული მიზანი და თავარი დეკლარირებული ამოცანა ამერიკას აქვს შემდეგი. არსებული რეჟიმის ჩამოშლა, განეიტრალება და მნიშვნელობა არა აქვს ეს შახის ჩანაცვლებით მოხდება თუ უფრო რბილი ფორმაციის აიათოლათი, რომელიც უფრო ლოიალური იქნება ამერიკასადმი, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუ დემოკრატიული მმართველი იქნება, ოღონდ ტრამპის ინტერესებს გაატარებს, მაგაზეც უარს არ იტყვიან, იდეალური ის იქნება კეისი ამერიკისთვის, ეს არის ერთი ამოცანა, მეორე ამოცანა არის ბირთვული პროგრამის განეიტრალება, არ დაშვება იმის, რომ ირანმა შეიძინოს ბირთვული ბომბი და მესამე, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც სხვათაშორის ამერიკელები წუხან, ეს არის იმის ისრაელის როგორც რეგიონალური მოთამაშის დომინაციის უზრუნველყოფა და მისი უსაფრთხოების დაცვა ირანის სამხედრო პოტენციალის განადგურებით და მისი სარაკეტო სისტემების მოშლით.